მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს, უღმეს მადლობთ რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ უნდა გაგეცნობით მე ვარ კატა. მინდა გავაკეთოთ ესეთი გასვლა. ნახოთ რა ურთიერთობა მოვა და რას დაგველაპარაკება ეს ურთიერთობა, ხო? ანუ როგორ განვითარდება ამ ურთიერთობის მომავალი. რა ურთიერთობა ახლა ამ ეტაპზე? ეს არის რაღაცა წარსული ურთიერთობა, რომელიც შეიძლება რაღაცა მომენტში არის მივიწყებული. ხო, ეს არის ურთიერთობა, რომელზეც ესე ვთქვათ, შეიძლება ბევრს ფიქრობთ, დაშორებულები ხართ, არ ხართ ერთად, რაღაცა ურთიერთობაში განხეთქილება მოხდა, ადამიანი თქვენგან დავიდა, თქვენ წახვედით მისგან, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ურთიერთობა არ არის. მოვიტოვეთ წარსულში, რაღაც მოგონებები გვაქვს შემორჩენილი, შეიძლება რაღაცებს ვფიქრობთ, მაგრამ სამწუხაროდ ერთად აღარ ვართ, ხო, ესეთი ურთიერთობა. ნახოთ, როგორ განვითარდება. თუ აქვს ამ ურთიერთობას განვითარების პერსპექტივა. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ აქ ცოტა რთულია განვითარების საკითხები, იმიტომ რომ ჯერჯერობით ადამიანი, იცით რა არის, ნახეთ, შეიძლება თქვენც ფიქრობთ და ისიც ფიქრობს, მაგრამ ადამიანი არ არის მზად იმისთვის, რომ რაღაცა ესეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. როგორ განვითარდება? იცით რა არის, აქ მე ესე გეტყოდით, რომ თქვენ უფრო მეტი ემოცია გაქვთ ამ ადამიანის მიმართ, შეიძლება ესეც ითქვას და თქვენ უფრო მეტად გაქვთ იმის სურვილი, რომ ადამიანი დაბრუნდეს, თუმცა მოდით ესე ვთქვათ, აქ თუ სამკუთხედის სიტუაციის მდგომარეობა გქონდათ და მაგიტო ხართ დაშლილი, გეტყვით, რომ განვითარების პერსპექტივა ცოტა არ იყოს და რთული იქნება. ადამიანს შეიძლება გქონდეს იმის სურვილი, რომ რაღაცა მომენტში იგივე ნაირი ურთიერთობა იყოს, იმიტომ რომ აქ თქვენ უფრო მეტი ემოციები გაქვთ. როგორ განვითარდება? აქ არის როგორი მომენტი, შიშის მდგომარეობა, რაღაცა გაურკვევლობის მდგომარეობა, თითქოს რაღაცნაირად, იცით, არ არის ეს ურთიერთობა მზად იმისთვის, რომ რაღაცა მდგომარეობა იყოს. ხო, შესაძლებელია აქ რაღაცა მომენტში მატერიალური კუთხეც იყო პრობლემა თქვენ შორის, ხო? ნახეთ, განვითარების კუთხით, მოდით ესე გეტყვით, ხო, რაღაცა მომენტი შეიძლება ემოციური მომენტი უფრო იყოს და ვიფიქროთ ორივე მხარე, მაგრამ აქ განვითარება საბოლოო ჯამში მაინც არ არის. ფიქრი შეიძლება კი ბატონო ნამდვილად მისი მხრიდანაც და თქვენი მხრიდანაც არის, რაღაცა ვერ უშვებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ეტაპზე განვითარების მდგომარეობას ნამდვილად ვერ გვიჩვენებს. სამწუხაროდ ეს უბრალოდ რაღაცა გაჩერებული სიტუაცია, მეტი არაფერი.